ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა საერთაშორისო დემოკრატიული კავშირის სრული წევრი გახდა. ეს გადაწყვეტილება მსოფლიოს უდიდესმა მემარჯვენე ცენტრისტულმა გაერთიანებამ ლონდონში ID-ს წევრი პარტიების ლიდერთა შეხვედრაზე მიიღო. გიორგი ჰარგამაძემ ხელი მოაწერა ლონდონის დეკლარაციას, რომელიც 1983 წელს მარგარეტ ტეტჩერის, ჯორჯ ბუშ უფროსის და ჰელმუტ კოლის გადაწყვეტილებით საერთაშორისო დემოკრატიული კავშირის მთავარი დამფუძნებელი დოკუმენტი გახდა. ქრისტიან-დემოკრატების თავმჯდომარემ სიტყვით მიმართა მემარჯვენე ცენტრისტული პარტიების ლიდერებს. ისაუბრა საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე, მიღწევებზე, გამოწვევებზე და დამწრე საზოგადოებას პრობლემების გადაწყვეტის საკუთარი ხედვა გააცნო. ძალიან მნიშვნელოვანი დღე ჩვენი პარტიის ცხოვრებაში. ჩვენ გავხდით უკვე სრულფასოვანი წევრები მსოფლიოს ყველაზე მსხვილი მემარჯვენე ცენტრისტული პოლიტიკური გაერთიანების. ეს არის ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ოჯახი, რომლის წარმომადგენლებს დღეს მართავენ ფაქტობრივად ნახევარ მსოფლიოს, განსაკუთრებით ცივილიზებული დემოკრატიული მსოფლიოს საკმაოდ დიდ ნაწილს. ეს არის ჩვენი მხარდამჭერების დამსახურება, იმ გეზის მხარდაჭერა, რომელიც ჩვენმა პარტიამ წლების განმავლობაში აიღო და შეინარჩუნა.